wants 6 months to prepare. მე გავიგე რომ ჯონ ჯონსი ითხოვს 6 თვეს იმისათვის რომ მოებზადოს ტომ ასპინალთან საჩხუბრად, თუმცა ეს ყველაფერი მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ოფიციალურად გაფორმდება დოკუმენტები. ანუ გამოდის რომ ხელმოწერიდან 6 თვე ჯერ კიდევ უნდა მოემზადოს ჯონ ჯონსი და რა გამოდის 6 თვე ამ პერიოდიდან დაწყებული სექტემბერში ჩაინიშნება ეს ბრძოლა. როდის ჩაინიშნება მძიმე წონის სუპერ ბრძოლა? და სჭირდება თუ არა ჯონ ჯონს 6 თვიანი მოსამზადებელი პერიოდი ტომ ასპინალთან დაპირისპირებისთვის. არიელ ჰელვანი იტყობინება რომ ნახევარი წელი არის სწორედ ის დრო, რაც ჯონსმა ასპინალთან ჩხუბამდე მოითხოვა. ათვლა კი მაშინ დაიწყება, როდესაც კონტრაქტები ოფიციალურად გაფორმდება. ეს კი ჯერ არ მომხდარა. ესე იგი, გამოდის რომ ხვალვე რომ მოაწერონ მხარეებმა ხელი დოკუმენტებს, ჩხუბს მინიმუმ სექტემბრამდე ვერ ვიხილავთ. ეს აუცილებლად მოხდება. მზად არის, მაგრამ მზად არ არის ბოლომდე. იმდენად მზად არ არის, რომ ახლა ვიჯდე აქ და თქვენთან გამოვაცხადო ბრძოლის თარიღი. მაგრამ ბრძოლა აუცილებლად შედგება. მხოლოდ დოკუმენტების გაფორმების ამბავი გადარჩა. უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ბრძოლა აუცილებლად შედგება. იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ თარიღი მიახლოებითაც არ ვიცით, ამ ჩხუბის 2025 წელს ჩანიშვნის შანსი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ჯონ ჯონსის პოტენციური ვიზავი, ტომ ასპინალი, უკვე 400 დღეზე მეტია, რაც დროებითი ქამრის მფლობელია. ამასობაში კი მისი ერთხელ დაცვაც უკვე მოასწრო. თუმცა გასული წლის ივლისიდან მოყოლებული ის უქმადაა. ასპინალმა ორგანიზაციაში 5 წლის განმავლობაში 9 ჯერ იჩხუბა, საიდანაც 8 ფინიში მიითვალა. ამ დროის განმავლობაში კი ოქტაგონს შიგნით მხოლოდ 12 წუთი გაატარა. ჯონსმა კი ამასობაში ქამარი მხოლოდ სტიპე მიოჩიჩთან დაიცვა. ინფორმაცია იმის შესახებ, მართლა მოითხოვა თუ არა ჯონსმა 6 თვიანი მოსამზადებელი პერიოდი ასპინალთან შეხვედრამდე, ამაზე თავად ჩემპიონს არაფერი უთქვამს. არის თუ არა დუმილი თანხმობის ნიშანი. რამდენხანს დაელოდება 31 წლის ასპინალი ვეტერან ჯონს. დროებითი ქამრის მფლობელმა ამაზე არაერთხელ ისაუბრა. მან ისიც კი თქვა, რომ ჯონს ისე გაუშვებს პენსიაზე, რომ მასთან ერთად ოქტაგონზე შესვლაც არ მოუწევს. ჯონსი ლოცულობდა, ჯონსი ოცნებობდა, რომ მეწამეგო ის ჩხუბი კურტის ბლეიდსთან. ვერ იპოვით მის საჯარო განცხადებას, ვერც სიტყვიერს, ვერც წერილობით, რომ ის ჩემთან ჩხუბზე თანახმაა. მიდით მომიძებნეთ მისი რაიმე სახის ნათქვამი, რომ მზადაა მეჩხუბოს. ეკრანის წინ იჯდა, ჩიფსებიანი თითებით ეჭირა ტელეფონი და მზად იყო ტვიტერზე დაეწერა ჩემი დანოკაუტების შესახებ. თუმცა მას შემდეგ, რაც მე ეგ ჩხუბი მოვიგე, საერთოდ ხმა არ გაუღია. და მანამ იქნება მდუმარებაში, სანამ პენსიაზე არ გავა. მას ისე გავუშვებ მე პენსიაზე, რომ ჩხუბიც არ მომიწევს. რაც შეეხება ასპინალის ბოლო გზავნილს ორგანიზაციისა და მისი ფანების მიმართ. მან თქვა, რომ მისთვის მთავარია ვინმე შეჩხუბოს. უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ეს იქნება ჯონსი, სირილ განი თუ ნებისმიერი სხვა. მე უბრალოდ მინდა რომ ვიჩხუბო. ვინც არ უნდა იყოს ჩემი მოწინააღმდეგე. ეს იქნება ჯონ ჯონსი თუ ნებისმიერი სხვა. ნახოთ რას მეტყვიან. მე ღია ვარ ყველანაირი დაპირისპირებისა და შემოთავაზებისთვის. იყო თუ არა ჩემი პირველი ქამრის დაცვა, რეალური დაცვა, ლეგიტიმური დაცვა. არ ვიცი, ნახოთ, ამ კითხვებზეც მაინტერესებს პასუხები. შედგება თუ არა ოდესმე ეს ჩხუბი და ვიხილავთ თუ არა მძიმე წონაში ქამრების გაერთიანებას. ეს ჯერჯერობით ბუნდოვანებით არის მოცული. თავად ჯონს არც ერთხელ არ უთქვამს, რომ ასპინალთან ბრძოლას აპირებს. გაიზიარებს თუ არა ტომ ასპინალი მაიკ ჩენდლერის ბედს, როდესაც იგი კონორ მაკგრეგორს წელიწადზე მეთხანს ელოდა. და სჭირდება თუ არა რეალურად ჯონსის დონის ჩემპიონს კონტენდერთან ნახევარწლიანი საბრძოლო კემპი. რატომ აკარგვინებს დროს ორგანიზაცია უდიდესი პოტენციალის მქონე, ფორმის პიკში მყოფ ტომ ასპინალს ბებერი ჯონ ჯონსის გამო? რას ფიქრობთ? დამიწერეთ კომენტარებში.